ებით ტრადიციულად რადიოს სივრცის ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი 4 შაბათს, როგორც ყოველთვის, დღესაც ვისაუბრებთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე, თემები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ტრადიციულად, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, მაგრამ მანამდე ვიდრე წარმოგიდგენდეთ სტუმარს, ვიდრე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, რამოდენიმე საინტერესო საკითხი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური რა თქმა უნდა, საკითხი შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სადაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულად მარტის და ამავდროულად პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. რა გვაქვს პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისგან გამომდინარე, პირველი კვარტლის ეკონომიკური და ჯამში განსაზღვრა 9.3%, ანუ მარტში ჩვენ კვლავ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეადგინა 9%, კიდევ ერთხელ კვარტლის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ია. კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ ზოგადად როგორი იყო ტენდენცია და რაზე ვსაუბრობდით ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, აქ შევხედავთ შემდეგ სიტუაციას, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ გასულ 4 შაბათს, ვინაიდან მაშინ იყო გამოქვეყნებული სწორედ ახალი მონაცემები დიდი 4-ეული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, გულისხმობს მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკს და აზიის განვითარების ბანკს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ ბოლო განახლებებით ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებს 5.5-დან ეს მსოფლიო ბანკის პროგნოზია 6%-ის პარალელებში, ეს დანარჩენი სამი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზია საქართველოში ეკონომიკურ ზრდას. საინტერესოა, რომ 4-ვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ჯამური განახლება არის გაზრდილი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდგომ. ანუ 2005 წელს 4-ვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იგივე მაჩვენებელზე, ან უფრო ნაკლებ მაჩვენებელზე გეგმავდა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 2025 წლისთვის, ხოლო 2025 წელს მათ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უცვლელი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ანუ კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ვითარებას, რა ვითარება გვაქვს, რომ ჩვენ მანამდე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იყო ძალიან ფართო კამპანია გაშლილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა კრიზისში, მოსალოდნელი იყო ქვეყნის დახურვა, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური იზოლაცია, იყო რაღაც საუბარი თითქოს რაღაც მწვავე პოლიტიკური კრიზისის გადავიდოდა ეკონომიკურ კრიზისში ამავდროულად და სახელდებოდა კონკრეტული ციფრები და კონკრეტული მაჩვენებლები, არ ვიცი კიდევ ერთხელ საიდან გამოითვლებოდა ეს კონკრეტული ციფრები, ან საიდან გამოითვლებოდა ეს კონკრეტული მაჩვენებლები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგალითად რამოდენიმე მათგანი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, ასე ვთქვათ, რა იყო პროგნოზების ნაწილი. პირველი სწორედ რადგან ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგალითად პროგნოზირებული იყო და სხვა შორის ეს პროგნოზი განმეორდა, არა მხოლოდ 2025 წლის ასე ვთქვათ 2024 წლის ბოლოს იყო, არამედ 2025 წლის დასაწყისშიც განმეორდა, ასე ვთქვათ, ეს საპროგნოზო მაჩვენებელი. საუბარი შეეხებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს იქნებოდა ისეთ კრიზისში და იანვრის ბოლოსაც ამას ლაპარაკობდნენ, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოსაც ამას ლაპარაკობდნენ, ისეთ ტიპის კრიზისში იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ მაგალითად მინუს ნიშნით დაფიქსირდებოდა 3.4%, ანუ -3.4%. ანუ საინტერესო აქ რომ არც 3-ზე ლაპარაკი, არც 3.5-ზე, აი კონკრეტულად 3.4%. არ ვიცით ეს რანაირად გამოითვალა ეს მაჩვენებელი, მაგრამ აი გამოითვალა -3.4, მაგრამ სრული აბსურდია. ბუნებრივია კიდევ ერთხელ შესადარისად რომ ავიღოთ, -3.4 კი არა, +9.3% არის საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირველი კვარტლის მაჩვენებლების და მიხედვით. ყველაზე მინიმალურ სცენარშიც კი კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში არა საქართველოს მთავრობის ან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პროგნოზი რომ არ მოვიშველიოთ და ვისაუბროთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მინიმალურ მოლოდინებზე, ლაპარაკი 5.5-6%, რა 3.4%, ანუ სრული აბსურდია ამ ნაწილში. ამავდროულად პროგნოზირებული იყო, რომ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შესაბამისად იქნებოდა გარღვევა და ძალიან ესეთ ამაყად იწერებოდა ამასთან დაკავშირებით და სახელდებოდა ასევე კონკრეტული ციფრები, რომელიც იყო 1.3-1.6 მილიარდი ლარი. ანუ ეს იყო ციფრები, რითიც უნდა გარღვეულიყო საქართველოს ბიუჯეტის შესაბამისი კრიზისის დროს და აქაც ძალიან მარტივი მონაცემი გვაქვს, რომ ახლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემის და მიხედვით 102.1%-ით არის შესრულებული. რა მილიარდ
300 მილიონის, რა მილიარდი 600 მილიონის გარღვევა ბიუჯეტი არის გადაჭარბებით შესრულებული ამ ნაწილში. და ყველაზე სენსიტიური თემა, რა თქმა უნდა, ყველაზე სენსიტიური როგორ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სენსიტიური თემა, რომელიც შეეხებოდა ეროვნული ვალუტის კურსს და მოგეხსენებათ, მთელი პანიკური ზეწოლა ეროვნული ვალუტის კურსზე, რამაც ასე ვთქვათ, მართლა შექმნა საკმაოდ ისეთი რთული ტურბულენცია ნოემბერი, დეკემბერი, იანვრის ერთი დიდი ნაწილის განმავლობაში, რომ საუბარი იყო, რომ ლარი თან აქაც დასახელდა კონკრეტული ციფრა, რაც ყველაზე სამწუხაროა, ხო, იმიტომ რომ სურავი ვალუტის კურსის პირობებში პირველი არაპროფესიონალიზმი არის, ოდესაც კონკრეტულ ციფრს ასახელებ, იმიტომ რომ შეუძლებელია გამოთვალო სურავი კურსის პირობებში კონკრეტული ციფრი, რაღაცა მაინც უნდა თქვა, რაღაცა არეალი და ამ შემთხვევაში დასახელდა 3.1 უпроსტად 3 ლარი და 10 თეთრი გახდებოდა 1 ამერიკული დოლარი. 3 ლარი და 10 თეთრი. დღეს 1 ამერიკული დოლარი არის 2 ლარი და ახლა ვსაუბრობთ 2 ლარი და 75 თეთრი. ანუ სხვაობას ხედავთ რა არის ამ პერიოდის განმავლობაში. პირიქით გამყარდა ლარი მაშინ როცა ლარის გაუფასურების პროგნოზი კეთდებოდა. ამავდროულად საუბარი შეეხებოდა, რომ რეზერვები იყო ისტორიულ მინიმუმზე, რაც ასევე ტყუილი იყო. თუმცა რეზერვები იყო დაკლებული და აბსოლუტურად სწორი იყო რეზერვების გამოყენება, სწორედ იმ პანიკის ჩასახშობად, რომელიც ასე ვთქვათ, ამ ასე ვთქვათ, ოპოზიციურმა და ვიტყოდი შეგნებულად მავნებლურად გამწყობილმა ადამიანებმა თუ ადამიანების ჯგუფმა თუ ორგანიზაციებმა გააკეთეს სწორედ ეს პანიკა, რომ მოსახლეობაზე არ გადასულიყო, ამისთვის იყო საჭირო რეზერვების გამოყენება, რაც ასევე იყო გადაუდებელი აუცილებლობა, თუმცა ვითარება ისტორიულ მინიმუმზე არ ჩამოსულა რეზერვების ნაწილი შემცირდა და კიდევ ერთხელ ეს არის ჯანსაღი ეროვნული ბანკის ჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი და ეროვნული ბანკის მანდატი პირდაპირ და ამავდროულად დღეს ვხედავთ, რომ აი გასული კვირის განმავლობაში ვნახეთ, რომ ეროვნულ ბანკმა რეზერვები კვლავ შეისყიდა და კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა რეზერვები გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, უახლოეს პერიოდს ველოდებით, თუმცა გამოჩნდება რეზერვების განახლებული მაჩვენებელი. მე პირადად მაქვს მოლოდინი რეზერვებთან მიმართებაში, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში შეძლებთ, რომ რეზერვები არა მათ მიერ ნაოცნებარ ისტორიულ მინიმუმზე იყოს და უფრო მეტიც ამბობდნენ, რომ დაცარიელდებოდა რეზერვები, არამედ პირიქით ჩვენ 2025 წელს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არა 2025 წლის ბოლოს, არამედ მანამდეც გვექნება ისტორიულ მაქსიმუმზე საერთაშორისო რეზერვები და ამავდროულად სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული მონაცემები კიდევ ერთი დარგის შესახებ, რომელშიც ასევე აპოკალიფსის დახატვა ხდებოდა. საუბარი შეეხებოდა ტურიზმს და ტურიზმზე ჩვენ გვესმოდა, რომ ტურიზმში იყო რაღაც დიდი გარღვევა ამ შემთხვევაში, აღარ ჩამოდიოდნენ ქვეყანაში ტურისტები, შესაბამისად ამით მცირდებოდა შემოსავლები, რომ განსაკუთრებით მძიმე იქნებოდა ამ კუთხით 2024 წლის ბოლო, მძიმე იქნებოდა 2025 წლის დასაწყისი, მაგრამ რა ვითარება ვნახეთ სინამდვილეში ჩვენ ამ თვალსაზრისით. თუ შევხედავთ ვითარებას, ჩვენ გვაქვს სიტუაცია შემდეგი, რომ მაგალითად 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების კვლავ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 959,000 ფაქტიურად ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის 2.2%-ით მეტი, ხოლო რაც შეეხება შემოსავლას და ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს, რომ ვიზიტორების რაოდენობა ერთია, მაგრამ მეორეა შემოსავლების რაოდენობა, ეს იყო 826 მილიონი პირველ სამთორში, რაც ასევე ისტორიული რეკორდული მაჩვენებელია, რაც 2.3%-იანი ზრდაა მაგალითად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლა. ანუ კიდევ ერთხელ ნაცვლად აპოკალიფსისა პირიქით აქ ახალი ისტორიული მაქსიმუმი მივიღეთ. მოკლედ, არის ხოლმე ფაქტები, არის ხოლმე მითები, არის რეალობა. სამწუხაროდ დეзинფორმაცია ისევე როგორც ბევრი მიმართულებით ეკონომიკაში ჭარბად არის, უბრალოდ ეკონომიკას ერთი უპირატესობა აქვს, დეзинფორმაციის გამოცნობა მარტივად ხდება და ამას ქვია ციფრები. ციფრების შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეკონომიკაში დეзинფორმაცია ასევე წარმატებით ვრცელდება, მაგრამ ძალიან მოკლე ეფექტი აქვს ხოლმე ამ ნაწილს. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, ჩვენი მიმოხილვის შემდგომ საუბარი შეეხება შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ისე როგორც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეს,
ბატონი ბექა ფერაძეა ჩვენი სტუმარი შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი და მე მინდა ბატონ ბექას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო სტუმრობისთვის. ბატონი ბექა ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და ჩემთვის შრომის უსაფრთხოების ნაწილი და შრომის სტანდარტების ნაწილი ბატონ ბექასთან ასოცირდება ძირითადად, ვინაიდან რაც ამ თემას ჩაუღრმავდი, მას მერე ბექას რეფორმები მესმის, ხედავ და არაერთხელ გვისაუბრია ეთერში, სხვადასხვა ფორუმებზე თუ ეთერს მიღმა. უბრალოდ ბექა მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მარტივად რომ ვთქვათ, რომ შევაფასოთ, ასე ვთქვათ, ვითარება, მათ შორის აღნიშნოთ 28 აპრილის მნიშვნელობა ამ კუთხით და სად ვართ დღეს, რა რეალობა და რა მოცემულობა გვაქვს. დიდი მადლობა, მოგესალმებით მსმენელს. ჩვენ 28 აპრილთან დაკავშირებით, რომელიც არის მსოფლიოში უსაფრთხოების დღეს აღსანიშნავი თარიღი, უერთდებით კამპანიას ყოველწლიურად და სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობთ, რომ კიდევ ერთხელ ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშაოთ და მივაწოდოთ დაინტერესებულ პირს ინფორმაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა შრომის უსაფრთხოების ნორმების სრულყოფისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლიდან გადაიდგა აქტიური ნაბიჯები ამ კუთხით, რომელიც გულისხმობდა პირველად სრულფასოვნად შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას, რაც იყო განმსაზღვრელი და მიმნიჭებელი მანდატისა შრომის ინსპექციისადმი, რომ დღეღამის ნებისმიერ დროს შეგვეძლო და ამ დღიდან შეგვიძლია ინსპექტორების განხორციელება სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტთან. რაც მანამდე არ იყო, არსებობდა 2006 წლამდე, თუმცა შემდგომში მოხდა გარკვეული წყვეტა და ფაქტობრივად ახლიდან შეიქმნა ინსტიტუცია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებით უკვე ახდენს სახელმწიფო ზედამხედველობას. 2019-დან არაერთი ინსპექტირება, აქტივობა, რეკომენდაცია, ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდა სამსახურის მიერ. ისევე როგორც ამ პერიოდში ხდებოდა და ხდება კიდევაც განგრძობადი ეს პროცესი სრულყოფა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებიდან დღემდე 44%-ით არის შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევების. მაღალი მაჩვენებელია 44%. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია გეთანხმებით და ეს არის მოკლე ჭრილში რის თქმა შეიძლება, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას. ეხლა ჩვენ როდესაც შედარებას ვაკეთებთ დასავლეთთან ან ისეთ ქვეყნებთან, სადაც უკვე შრომის უსაფრთხოების სისტემა წლებია არსებობს, უნდა გავიხსენოთ, რომ 100 წელზე მეტია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს ინსპექტორების სისტემა და ამ ქვეყნებში არის კულტურის ნაწილი უკვე. იქ პრევენციაზეა გადასული საზედამხედველო სისტემა, თუმცა ცხადია, საერთაშორისო კონვენციები არეგულირებს რა მანდატის მატარებელი უნდა იყოს საზედამხედველო უწყება შრომის ინსპექციის სახით და ჩვენ დღეისათვის აბსოლუტურად ვართ თანხმდრაში ამ სტანდარტებთან. გვაქვს მისაღები კიდევ გარკვეული რეგულაციები, რომელიც სექტორული მიმართულებით განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს თუ რომელ სექტორში რა ტიპის სტანდარტები უნდა იყოს დამკვიდრებული შრომის უსაფრთხოების კუთხით, თუმცა დღეის მდგომარეობით ფუნდამენტი კანონის სახით და ძირითადი რეგლამენტების სახით, რომელიც საჭირო არის ეფექტური აღსრულებისთვის დღეის მდგომარეობით სამსახურს აქვს და შესაბამის მანდატს განახორციელებს. კი ბატონო, აი უფრო დეტალურად თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ მათ შორის როგორც სტატისტიკის ნაწილზე, ისე სექტორებთან მიმართებაში, ანუ ზოგად ტენდენციას ვხედავთ გაუმჯობესებას დაკავშირებით საკმაოდ მაღალია ამ კუთხით ციფრები, თუმცა თქვენ გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ აქტიურად ხართ პროცესში ჩართული, ალბათ გექნებათ სურათი რომ სექტორების ნაწილში პროგრესი გასწრებით უფრო მაღალია და არის სექტორები, სადაც ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ბევრია სამუშაო, სამუშაო ბევრია ამ კუთხით, თუმცა შედარებითობის კუთხით რომ გითხრათ, რომელი სექტორებია უფრო ისეთი. ძალიან კარგი შეკითხვა არის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ჩვენ 2020 წელს განსაზღვრეთ პრიორიტეტული დარგების ჩამონათვალი. ზოგადად ყველა სექტორში ალბათ ესეა შეზღუდული რესურსების ფარგლებში მაქსიმალური მოცვა და სტრატეგიული გათვლა რო გქონდეს. ამიტომაც განსაზღვრეთ სექტორები, სად უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამეხულებინა სამსახურს 2020-2025 წლამდე, რომ მოეხდინა შესაბამისი გავლენა საზედამხედველო ობიექტებზე. აქ ჩვენ არ გქონდა მონაცემები, როდესაც მე აღნიშნეთ 2006 წლიდან შრომის ინსპექციის სამსახური გაუქმებული იქნა წინა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული მოტივებით და ეტაპობრივად ხდებოდა უკვე ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება. ამიტომ გარკვეული მონაცემები, რაც სამსახურს უნდა ჰქონოდა შესაბამისი
ანალიზის გაკეთებისთვის არ არსებობდა ქვეყანაში დავიყრდენით საერთაშორისო სტანდარტებს და აქ მოწინავე რიგებში მარტივი გაფლებითაც კი რაც ადგილზე იყო ხელმისაწვდომი მშენებლობა და სამთო მრეწველობა იყო ფატალური ბედური შემთხვევების მიმართულებით მოწინავე რიგებში და სწორედ აქ ამის ხარჯზე მეტწილად მოხდა კლება ფატალური უბედური შემთხვევებისა ცხადია სტატისტიკაზე საუბარი ძნელია როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ამჯამთელობას ეხება თუმცა როგორც თქვენ შესავალში ამბობდით ყველაფერი ციფრებში გამოიხატება და ეს ბევრის მთქმელია 45% შემცირდა უშუალოდ სამშენებლო სექტორში ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი იმიტომ ჩვენ კანონის ამოქმედების შემდგომ ბუდიშ გაწყვეტა ჩვენ ამ სექტორს განსაკუთრებით ხედავდით რომ მათ შორის გასაგებია მედიის ყურადღებაც იყო თქვა ამ კუთხით და ყველას გვაშფოთებდა ამ სექტორის და თან სექტორი დინამიურია რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან შრომატევადია სექტორი ასე რომ კი აქ უნდა აღინიშნოს რომ ალბათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არ არის იმდენი ეკონომიკური აქტივობა სამშენებლო მიმართულებით რაც არის საქართველოში რომ ნახოთ სტატისტიკური მონაცემები ძალიან დიდი არის გაზრდილი არის ბოლო პერიოდში სამშენებლო ნებართვები აქტივობა სამშენებლო მიმართულებით რაც ჩვენ დატვირთვას ცხადია იწვევს ამ მიმართულებით და ზედამხედველობა და რეაგირების გაზრდილი რესურსი გვჭირდება მაგრამ ფაქტია რომ 45%-ით გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად შემცირებულია უბედური შემთხვევების მაჩვენებელი ეს რაც შეეხება და საგრძნობი კლება ასევე სამთო-მოპოვების მიმართულებითაც. ხა რაც შეეხება საშუალო სიმძიმის ან მცირე უბედურ შემთხვევებს, სადაც არაფატალური, არამედ ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება იყოს მსუბუქი საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა, ჩვენ ამ მონაცემებზე წვდომა არ ქონდა, როგორც უკვე აღნიშნე 2020-2025 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ქონდა მცირედი მატება, მაგალითად ისეთ სექტორებში, სადაც არის რომელიც არის სარესტორნო ბიზნესთან დაკავშირებული, სადაც არის თქვათ სამზარეულოში გარკვეული დაზიანებები, რომელიც არ აღირიცხებოდა მანამდე არ იყო სრულყოფილი, ქონდა ბოლო წლებში ჩვენ მატება, მაგრამ 2024 წელი რომ შევადაროთ 2023 წელს, აქაც 24%-იანი კლება არის უკვე წინა წელთან შედარებით. ამიტომ ეს ციფრები მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე კულტურა იზრდება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტური და რეალობას შევხედოთ. თვალებში რეალურად ესე მარტივად არ ხდება ცნობიერების ცვლილება და მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელი კიდევ არის საჭირო იმისთვის, რომ არა მხოლოდ ეფექტური აღმასრულებელი სისტემა, არამედ დამსაქმებლების და დასაქმებლების აქტიური ჩართულობა იყოს ამ პროცესში და მსოფლიოს მასშტაბით ეგრეა, გასაღებიც ეგ არის ამ ყველაფრის, რომ არა მთავრობის მიერ თავს მოხვეული რაღაც რეგულაცია, არამედ გააზრება იმისა, რომ ეს სტანდარტები, ეს უსაფრთხოების წესები გამიზნულია იმისთვის, რომ დაიცვას როგორც ბიზნესის ლეგიტიმური ინტერესი, რომ არ კონდეს მას სხვადასხვა ინციდენტები, რომელიც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული, დაზიანება, მისი ხარჯები, მკურნალობა და შემდგომ დასაქმებული ადამიანის ინტერესიც ეს არის, რომ უნებლად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ეს სტანდარტები, ეს უსაფრთხოების წესები პირველ რიგში გამიზნული არის აი ამ ორი სუბიექტისთვის. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ყველა ადამიანის მიზანია სამუშაოზე სარგებლის მიღება და არა დაზიანების მიღება. ცხადია და აი თქვენ ძალიან საინტერესო თემა წამოჭერთ, ისე ვთქვათ სექტორულ ჭრილში რომ ვილაპარაკოთ, აქედან გამომდინარე გამოჩნდა კითხვა, როცა საუბრობთ ჩვენ გარკვეულწილად შეგნებაზე, გააზრებაზე ხომ. აი როგორ მოყვებათ ბიზნესი აი ამ თანამშრომლობასთან მიმართებაში, ვთქვათ, რომ რამდენად ვთქვათ, მათ შორის რამდენად ერთობლივად ახორციელებთ იგივე საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიას ამ კუთხით, რომ დასაქმებულებსაც კარგად აუხსნათ, ასე ვთქვათ, მათივე წესს. სამწუხაროდ ადამიანებს გვჭირდება ხოლმე ჩვენი უსაფრთხოების წესების ახსნა, ელემენტარული საგზაო წესებიდან დაწყებული, ნუ ყველას მაინც ბიზგი გვჭირდება, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ჩვენი თავი გვიყვარდეს, მაინც კიდევ არ ვიცავთ შესაბამის წესებს, ხო, ჩვენ თვითონ. კარგი შეკითხვაა და თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, როდესაც კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა 2019-20 წლებში იყო საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი გამოწვევების მოლოდინი ბიზნესის მხრიდან
და მოლოდინი იყო, რომ შრომის ინსპექციის ამოქმედება გამოიწვევდა გარკვეულად ნეგატიურად აისახებოდა ბიზნესის განვითარებაზე ქვეყანაში. თუმცა აი თქვენს მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით ცხადყოფს, რომ არათუ ნეგატივის წავიდა, არამედ დინამიკა ნამდვილად დადებითია და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში წლიდან წლამდე საგრძნობი და ხელშესახებია. ეს გამოიწვია იმად, რომ სახელმწიფო ზედამხედველობა არის დაბალანსებული და ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესთან, მუდმივი თანამშრომლობა და ის გამოწვევების ნეგატიური მოლოდინები, რაც ალბათ წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობდა ლეგიტიმურად ბიზნეს სექტორში, გადალახულია და დღეს თითოეულ რეგულაციაზე, როდესაც მუშაობთ, აქტიურად ჩართული ვართ ორივე მხარე, ასევე დასაქმებული და წარმომადგენლები და კონსენსუსის საფუძველზე არის მიღებული თითოეული დირექტივა. ახლა ჩვენ ერთ-ერთ ახალ დირექტივაზე ვმუშაობთ, რომელიც ახლოს პერიოდში უკვე დაინიცირებულია და მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე ამ დირექტივაზე იყო ჩართული როგორც ბიზნესი, ასევე პროფესიული კავშირის წარმომადგენლები და ერთობლივად ყველა ის პუნქტი, რომელიც გამოწვევა იყო ბიზნესთვის, გავითვალისწინეთ და ისეთი ფორმულებით იქნება მიღებული, რომ ერთის მხრივ დაიცავს მაქსიმალურად უსაფრთხოების ნორმებს დასაქმებული ადამიანებისთვის და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის სტაბილურობას და ნაკლებ ხარჯებს. შრომის უსაფრთხოების მართვის ფუნდამენტიც ეს არის, რომ ხარჯი უნდა იყოს რაციონალური. უსაფრთხოების ყველა პრინციპი იწყება ამით, რომ არ შეიძლება ხარჯი იყოს რაღაც განუსაზღვრელი, რომელიც არაპროპორციულ თვით საკისრებს რომელიმე მხარეს. ხარჯი უნდა იყოს რაციონალური, უსაფრთხო სამუშაო გარემო აქსიომა არის ეს შრომის უსაფრთხოებაში. არასდროს არ იქნება, მთავარია ამ საფრთხეების სწორედ მართვა, რომ ნაკლები ინციდენტები არსებობდეს სამუშაო სივრცეში. კი ბატონო, და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თქვენი მიდგომა და კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ბიზნესმა უფრო პარტნიორად იქვათ, ასე ვთქვათ, აღიქვავენ კიდეც ნამდვილად ვიცი ეს სექტორებიდან, ასე ვთქვათ, ვიდრე ჩასაფრებულად. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც შემოწმებელი ბრძანდებით, ასე ვთქვათ, ამ კუთხით, რასაც ვერ გავექცევით, ასე ვთქვათ, ამ ნაწილს და თქვენ გაქვთ როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური შემოწმებები დასაწყისში ახსენეთ ამ კუთხით. ხა ყველას გვაინტერესებს ხოლმე, როცა გეგმიურ შემოწმებაზეა საუბარი, ასე ვთქვათ, მე პირდაპირ გეტყვით, ხა საჩემთვის ხა საგანმანათლებლო სისტემა ძალიან ისეთია, ძალიან ახლობელია 2009 წლიდან ამ სისტემაში ვარ და გქონდა და გვაქვს ავტორიზაციის რაღაც ეს აკრედიტაციის რაღაც გეგმიური პროცესი და არის ხოლმე ასე ვთქვათ, ესეთი არაგეგმიური შემოწმება და ორი სხვადასხვანაირი მზადებით ხდება ორგანიზაციები, ვთქვათ, ამ შემთხვევაში მე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვსაუბრობ, მაგრამ თქვენი შემთხვევაში, როდესაც ბიზნესთან მიმართებაში გაქვთ აი განსაკუთრებით არაგეგმიური შემოწმება, არაგეგმიურად შედიხართ, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. აი თუ არის ვთქვათ აი ხარვეზების ის ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება თითქოს სისტემურია, თითქოს ხშირად ვაწყდებით აი ამ ნაწილს, აი ასეთი შემთხვევები. აქ როდესაც ვსაუბრობთ გეგმიურზე და არაგეგმიურზე, ხაზი უნდა გაისვას, რომ შრომის ინსპექციის საერთაშორისო სტანდარტი ეს არის, რომ დღეღამის ნებისმიერ დროს შეუძლია შემოწმოს ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი. ეს არის დამეთანხმებით ძალიან დიდი მანდატი, როდესაც სასამართლო ნებართვის გარეშე შედიხარ ამოწმებ ობიექტებს. ამის საპირწონეთ ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული დაახლოებით ციფრები, რამდენი უნდა იყოს ქვეყანაში შრომის ინსპექტორი. და ეს ციფრები არის შედარებით ნაკლები ქვეყნებში იმისთვის, რომ დიდი მანდატი დაბალანსებული არის რიცხოვნობის შედარებით ნაკლები ეს განსაკუთრებულად დიდი ძალაუფლების ხიბლი არ იყოს იმაზე. და ამით ესე იგი ერთის მხრივ კომპანიებს აქვს ვალდებულება და მოლოდინი უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ის შემოწმდეს და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა გრაფიკი, აი სტრატეგიული ობიექტები ვახსენე მე სექტორები, რომელსაც განსაზღვრობთ. გარკვეული ინდიკატორების მიხედვით ხდება შერჩევა წლის გეგმის, წლის კვარტალური გეგმის, ასე ვანაწილებთ, იმისთვის რომ ინსპექტორების კალენდარი იყოს შედგენილი და რაციონალურად იყოს დრო გამოყენებული. შეხება არა ცხადია გეგმიურიც რომ არის ეს კომპანიამ არ იცის რომ გეგმიურის სიაში არის ეს კომპანია. ამიტომ მისთვის გეგმიური არაგეგმიური შეიძლება იყოს რომ მოულოდნელობის ეფექტის მატარებელია. უფრო მეტად არაგეგმიური ხდება, როდესაც შემოგდის საჩივარი
როდესაც მასმედიის საშუალებიდან ნებისმიერ წყაროზე დაღმობით გავრცელდება ინფორმაცია შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით და ამაზე უკვე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ობიექტურია თუ არა ის ინფორმაცია რომელიც მას აქვს და ამის შემდგომ ხდება უკვე გადაწყვეტილების მიღება ინსპექტირებაზე. ისევე როგორც თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თუ აღმოაჩენს ან შეხედავს რომ ხილულია რაღაც დარღვევა ცხადია წერს მოხსენებით ბარად და გადაწყვეტილება არის მიღებული. ჩვენ მხოლოდ შრომის სწორთხვევა არ გვაქვს მოგეხსენებათ შრომის სწორთხვევა არის ერთი კანონი რომელსაც აღვასრულებთ თუმცა ასევე გვაქვს მეორე შრომის კოდექსი ეს უკვე შრომის უფლებრივი მდგომარეობა არის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჩივრები ტენდენცია არის კლებადი ერთეულია შემთხვევების მაჩვენებელი როდესაც შემოდის საჩივრები შრომის უფლებების მიმართულებით უფრო მეტად გვაქვს ჩვენ არაგეგმიური ინსპექტირებები დაახლოებით 500-მდე საჩივარი იყო შემოსული გასული წლის განმავლობაში ძირითადად ეს შეეხება სახელმწიფო ანაზღაურებას ზეგანაკვეთურს შვებულებას და ასე შემდგომ შრომის სწორთხვევის მიმართულებით უფრო ხანგრძლივი პრაქტიკა არსებობს ქვეყანაში ამიტომ კულტურის ნაწილადაც შეიძლება ითქვას უკვე რომ ეტაპობრივად ინერგება შრომის უფლებები შედარებით ახალი არის თუ ეს შეიძლება ითქვას 2021-დან დავიწყეთ ჩვენ ზედამხედველობა მანამდე არსებობდა შრომის კოდექსი თუმცა არ იყო აღმასრულებელი უწყება და სასამართლო იყო ერთ-ერთი სადაც დასაქმებულ ადამიანს შეეძლო მისი უფლების რეალიზებისთვის ბრძოლა, მაგრამ დღის მდგომარეობით უკვე პრევენციული მექანიზმი არსებობს შრომის ინსპექციის სახით ანონიმურად შეუძლია მაგმართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა და ანონიმურობა ნიშნავს რომ ჩვენ ვალდებული ვართ რომ არ გავთქვათ მისი სახელი და გვარი ისე შევამოწმოთ კომპანია სამწუხაროდ ხდება გარკვეული გამოწვევები, თუმცა დიდი ბიზნესი უკვე მზად ხდება ამ ყველაფერს და თუ მაგალითად დასაწყისში ჩვენ მქონდა რომ გვიწევდა 2021 წელს ფაქტობრივად ყველა შემოწმება სრულდებოდა ოქმით და ოქმი მაინდა-მაინც ჯარიმას არ ნიშნავს, შეიძლება გაფრთხილება ვინაიდან ახალი იყო და ვერ გავდით ამ სიახლეებს, დღეს უფრო და უფრო მზარდია კომპანიების ჩამონათვალი, როდესაც ვამოწმებთ და დარღვევა არ არის დადგენილი. რაც ნიშნავს რომ ამ მიმართულებითაც კარგი ტენდენცია არის, თუმცა ცნობიერების ამაღლება ჯერ კიდევ საჭიროა, ვინაიდან უფრო მეტად ეს ტენდენცია არის დიდ კომპანიებში, სადაც არსებობს ადამიანური რესურსების მართვა, იურისტი, გამართულია სისტემები, შედარებით მცირე და საშუალო ტიპის ბიზნესში, არ მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრი ინსპექციასთან გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია და გარკვეული შეხვედრები, ასევე ვართ საერთაშორისო ასოციაციის წევრი, შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის, ამიტომ გაცვლა ამ ურთიერთობების მომდივად გვაქვს. ეს პრობლემები ყველა ქვეყანაში ესია, თუმცა თავარი არის რომ არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური აღსრულების მექანიზმი და ერთ-ერთი დადებითი მატარებელი რაც შრომის ინსპექცია შეიძლება მიეწეროს, ასევე არის რომ თუ მანამდე მაგალითად არსებობდა სასამართლო, როდესაც თუ ადამიანი მიმართავს საჩივრით დამსაქმებლის წინააღმდეგ, მათ შორის უკვე ხიდი ჩატეხილია ურთიერთობების და რთულია ურთიერთობების ნორმალიზება. შრომის ინსპექციის შემთხვევაში თუ ანონიმურად არის საჩივარი მიღებული, ერთი რომ ჩვენ გეგმიურად ვამოწმებთ და თუ რამე დარღვევას აღმოაჩენთ, პრევენციულად ვეუბნებით კომპანიას, რომ აი ეს დარღვევაა და გამოასწორე, რაც თუ გამოსწორებულია შესაძლო დავების ნაკლებ რისკს ქმნის სამომავლოდ, ან თუ კონფიდენციალურად მივიღებთ, დამსახურებული არ არის ინფორმირებული, რის გამოვახორციელებთ და კონკრეტულად რა შრომის უფლებას დარღვევას დავადგენთ, ამიტომ ისე გამოსწორდება ხშირად ეს უფლება, რომ ურთიერთობები ჰარმონიულ ჭრილში რჩება, თუმცა კანონი დაცულია და დასაქმებული ადამიანის უფლებებიც ამ კუთხით არის რეალიზებული. ამიტომ ეს დადებითი მექანიზმები არის რაც შეიძლება ვისაუბროთ. კი ბატონო, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ საკითხზე საუბრობთ ახლა, რომ შემცირებულია შედარებით იგივე, ვთქვათ, შრომის უსაფრთხოებას დაკავშირებული საჩივრების ნაწილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ვითარება ერთის მხრივ გაუმჯობესებულია და აი შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ აი საწარმო პროცესების გაციფრულება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ვთქვათ ამ ტენდენციას შეუწყო ხელს ვთქვათ გარკვეულად გაუმჯობესებას ან მომავალში შეუწყობს ხელს ვთქვათ გაციფრულება. ერთია გაციფრულება, მეორე არის თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანას განვეკუთვნებით და მანქანა დანადგარები, რომელიც ჩვენ გვხვდება ალბათ 70%, 80%-ში არის მოძველებული, რაც დაზიანების შედარებით მეტ რისკს ქმნის, ვინაიდან თანამედროვე აპარატებს უკვე აქვს ისეთი ფუნქცია, რომ თუ ვთქვათ ხელის ჩაყოლის, ჩათრევის ან სხვადასხვა
დაზიანების რისკი არსებობს, შესაბამისი დამცავი ფარებით არის უზრუნველყოფილი, რომ მაქსიმალური პრევენცია გამოიწვიოს. გაციფრულება ცხადია ნიშნავს, რომ ნაკლები ინტერვენცია არის საჭირო ადამიანის მხრიდან და ეს გარკვეულწილად ხელისშემწყობი იქნება, თუმცა ყველაფერს გაციფრულება ვერ მოხდება და ამიტომაც მხოლოდ გაციფრულების იმედზე ვერ ვიქნებით. აქ აუცილებელია ტრენინგების ჩატარება, ცნობიერებაზე მუშაობა, ზოგადად ჩვენ ფუნდამენტი რაც გვიტევს კანონში ეს არის რომ ნებისმიერი სამუშაო, რომელიც უნდა განხორციელდეს, პირველი უნდა იწყებოდეს რისკების შეფასებით. ანუ საფრთხეს უნდა აფასებდეს უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ვალდებულებაც აქვს კომპანიას რომ ყავდეს, შეაფასოს რა რისკებია, ამ რისკების მიხედვით დასაქმებული ადამიანი უნდა იყოს ინსტრუქტორს ჩატარებული, სწავლება უნდა იქონდეს მიწოდებული და ამ შემთხვევაში შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი ადამიანის დაშავების რისკი უკვე ნაკლები არის. ამიტომ ხე ჩვენ ვერ მოვთხოვთ ცხადია ბიზნესის 100%-ს რომ გადაიარაღება მოახდინოს და ძველი მანქანა ანგარები ამოიღოს სამუშაო პროცესიდან, ამიტომ ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით ფეხი აუწყოთ და მეტი აქცენტი გავაკეთოთ სწავლებაზე, ინსტრუქტაჟზე და სხვადასხვა კოლექტიური დამცავი ბარიერების მოწყობაზე, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობას. კი ბატონო, აი აუცილებლად მინდა კითხო მე მესმის რომ მართლაც რთული იქნება ბიზნესთვის და ეს ხარჯებს გაზრდის, რაც პროდუქციის ფასებს გაზრდის, ასე შემდეგ რომ ხა ერთბაშად გადაიარაღება პირობითად და მაქსიმალურად ხა ამ კუთხით წასვლა რთული ნაწილია და თუმცა გრძელვადიანად ალბათ ხო ისედაც ყველას მოუწევს ბევრი სხვა სტანდარტიც არის ხო ბევრი სხვა სტანდარტის აკმაყოფილებას მოუწევთ იგივე იმ პროდუქციის ხარისხის ნაწილში რომელიც წინ იქმნიან მოძველებულ და ანგარებთ ალბათ ეს ვეღარ იქნება შესაბამისი მაგრამ აი თლიანობაში რომ ავიღოთ თვითონ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაცია მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებთან რაც არის და ამაზე მუშაობთ თქვენ. ცხადია და ამის ვაი, მოდის აი კიდე რატო ვკითხულობ ამ ნაწილს რომ აი ხშირად არის ხოლმე მათ შორის მოსახლეობისგან, მათ შორის აი დეზინფორმაციის ნაწილისგან, აი ხო არ ვიგონებთ რაღაცა ზედმეტ რეგულაციებს თუ ზედმეტ ზეწოლას თუ ასე შემდეგ. თუ ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ნორმალურია რომ აქ მივდიოდეთ. თქვენ როგორც ვიცით, საქართველოს თავრობის გაცხადებული პოლიტიკა არის, რომ ასოციაციების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გრძელდება. ამის უტყუარი დადასტურება არის რეგლამენტი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნა, ინიცირებულია და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. არც ერთი ეს საკანონმდებლო ცვლილება იქნება ეს ნორმატიულ დონეზე თუ ზოგადად კანონის დონეზე არის მიღებული ამ შემთხვევაში რაღაც ყველა ეს რეგლამენტი, დოკუმენტი მიღებულია საერთაშორისო სტანდარტებიდან, ნაკარნახები და ასოცირების ხელშეკრულებიდან განსაზღვრული. ერთია რომ ასოცირების ხელშეკრულება განსაზღვრავს, მეორეა რომ ადგილობრივი საჭიროებაც ამაზე მეტყველები და წარმოიდგინეთ 44%-ით შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევების ჩვენი მოქალაქეების გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ამიტომ ეს სტანდარტები მომდინარეობს საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის დადებითად აისახება დადებითად. კი ბატონო და აი კიდევ ერთი ნაწილი თქვა ამ შემთხვევაში თქვენ ახსენეთ რომ ბუნებრივია მარტო შრომის უსაფრთხოებას არ ვეხებით ბევრი კუთხე ამ კუთხე მათ შორის შეეხებოდა ზეგანაკოთური მუშაობის თემას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი გამოკვეთილი საკითხი ყველაფერს დეტალებში ვერ შევხედოთ, მაგრამ ერთ-ერთი გამოკვეთილი საკითხი რომელიც იყო შეეხებოდა ხელფასებს სამედიცინო სექტორში და ამ კუთხით ზედამხედველობას მინიმალურ ხელფასთან მიმართებაში, ხა ეს სამედიცინო სექტორი ესეთია, დიდი სექტორია ამ კუთხით და საუბრების ბევრია, ვთქვათ და აი რა ვითარებაა მათ შორის აი ამ პროცესს რომ უყურებთ, ვთქვათ ამ მინიმალურ ხელფასთან მიმართებაში, რაც საერთოდ მნიშვნელოვანი იყო რიგ შემთხვევაში. სამედიცინო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარგი, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ აქტივობას. როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ხაზი უნდა გაისვას, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება არის პირველი პრეცედენტი ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო ჩაერია ურთიერთობაში და განსაზღვრა, რომ აი ეს არის მინიმალური ზღვარი, რომელიც ქვემოთაც არ შეიძლება კონკრეტულ სექტორთან კონკრეტული სექტორი იყო ცხადია სამედიცინო სექტორზე მაგჩართული, ისიც ვინც საყოველთაო ჯანდაცვაში არის და კლინიკების უდიდესი ნაწილი მონაწილეობს ამ პროგრამაში. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ზედამხედველობა მას შემდგომ 53%-ით არის გაუმჯობესებული ჩარიცხვების მაჩვენებელი. ანუ ალბათ ცნობილი იყო თქვენთაც, რომ სახეზე გქონდა ჩვენ რამდენიმე თვიანი დავალიანებები რიგში. აი, როდესაც ვახორციელებთ ზედამხედველობას,
გარდა მინიმალური ანაზღაურებისა ჩვენ უკვე ვთხოვთ კომპანიებს რომ 0.07%-იც უნდა იყოს ანაზღაურებული ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. და შესაბამისად თუ პირობითად ვიყოთ აი იყო რაღაც X თანხა, ციფრი ასაღები ხელფასისა უნდა დაემატოს 0.07 ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე და ეს ხელფასი რიგ შემთხვევაში შეიძლება მცირედით, მაგრამ დიდ თანხებს როდესაც შეეხება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაუმჯობესება აქაც ფიქსირდება 53% როგორც გითხარით, თუმცა რიგ შემთხვევაში გარკვეული გამოწვევები კვლავაც გვაქვს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, ასევე თქვენ ალბათ გიქნებათ ინფორმაცია, ჩვენ დამატებით შემოვიღეთ გასულ წელს ახალი რეგულაცია, ვალდებულება თუ ხედავთ, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულება კონკრეტულ დროში არ ახორციელებს სახელმწიფო ჩარიცხვებს, ჩვენ ვაკეთებთ ინსპექტირებას, თუ ნახავთ, რომ პირობითად ვიყოთ 100,000 ლარი არის დავალიანება, 300,000 ლარის ოდენობით თანხას ვაჩერებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავთ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, ხდება თანხის გაყინვა. ეს არის ის თანხა, რომელიც ჯანდაცვა უნდა ჩაურიცხოს კლინიკას, უჩერდება ავტომატურად. და ვქნით სპეციალურ საბანკო ანგარიშს, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტო კონკრეტულ ანგარიშზე რიცხავს უკვე თანხას და ის თანხა მოხმარდება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ანაზღაურებას იმისთვის, რომ თუ რომელიმე კლინიკა არ ემორჩილება გარკვეულ რეგულაციებს, უკვე სახელმწიფოს ეფექტური მექანიზმი აქვს, რითაც უშუალოდ სახელმწიფოს ჩართულობით მიიღებს დასაქმებული ადამიანი მის გამომშვებულ ანაზღაურებას, რაც უკვე რამდენიმე კლინიკასთან მიმართებით ჩვენ გამოვიყენეთ და დადებითად დაიტესტა და აქვე გავაჩინეთ ჩანაწერი, რომ ჩვენ მესმის რომ წლების განმავლობაში ესე მუშაობდა ეს სისტემა, თუმცა საკმაოდ აქტიური შეხვედრები ჰქონდა ბიზნეს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და მათ მიმართ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა, რომ იყოს რეგულირებული როდესაც დასაქმებული ადამიანი მუშაობს, მისი დამსაქმებელი არ არის, თქვა ჯანდაცვის სამინისტრო ან მესამე სუბიექტი და ექიმი ან ექთანი ურთიერთობაში არის კლინიკასთან და კლინიკას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კაპიტალი იმისთვის, რომ შრომის ანაზღაურება თვიდან თვემდე მიიღოს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა, ექიმმა, ექთანმა და სხვა მეტოქიმ. კი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ სექტორს და შესაბამისად ჩვენ ყველა შეიძლება ასე ითქვას, უნდა იყვნენ მინიმალურ სტანდარტებს მაინც აუცილებლად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილები. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არის ძალიან აქტუალურია ხოლმე, შეეხება სწორედ არასრულწლოვანთა შრომის ნაწილს. ამ კუთხით ზოგადად, ასეც მთელი მსოფლიოს პრობლემა, ასე თქვა, მთელი მსოფლიოს გამოწვევა ამ კუთხით. რა ვითარება გვაქვს საქართველოში ამ თვალსაზრისით უშუალოდ არასრულწლოვანთა ასაქმების და ზოგადად შრომით უფლებების მიმართულებით. კანონი არის საკმაოდ მკაცრი შრომის კოდექსი, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს. ისევე როგორც ორსულს ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. თუ სტანდარტული დარღვევა პირობითად ვიყოთ არის 1000 ლარის ოდენობის სანქციის მატარებელი, არასრულწლოვანთან არის გაორმაგებული და იმპერატიულად, ისევე როგორც თუ ზოგადად დისკრეციული უფლებამოსილება აქვს შრომის ინსპექციის სამსახურს, რომ გამოიყენოს დაჯარიმება თუ გაფრთხილება, არასრულწლოვანის შრომის უფლების დარღვევის შემთხვევაში იმპერატიულია კანონი და ორმაგი ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. რაც ხაზს უსვავს, რომ ინტერესი კანონის მიმართულება არის საკმაოდ მკაცრი არასრულწლოვანთა უფლების დარღვევის მიმართულებით. დაახლოებით 30-მდე შემთხვევა გამოვავლინეთ ჩვენ 11-12 ობიექტის შემთხვევაში და ყველგან გამოვიყენეთ სანქციის შესაბამისი ზომა, იმისთვის რომ ცხადია, რომ ხშირად მესმის ხოლმე მეუბნებიან, რომ მე მეგონა რომ კარგს ვაკეთებდი, როდესაც არასრულწლოვანი დავასაქმებ. ცხადია, კარგია და მივესალმებით. მაგრამ თუ ვასაქმებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს კოდექსი და limiterებულია საათობრივი ზღვარი, რამდენი საათი უნდა იმუშაოს, რა პუნქტი უნდა იყოს დაცული, იმისთვის რომ მისი უფლება არ იყოს შელახული და მაქსიმალურად დაცული. ამიტომ ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი სამსახურის და აქტიურად ვაგრძელებთ ზედამხედველობას. კი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ხოლმე მთელ რიგ ობიექტებში არასრულწლოვანებს, ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბუნებრივად ეს მათი ოჯახებისთვის არასრულწლოვანი მშობლებისთვისაც სიმშვიდის გარანტია ვთქვათ ამ კუთხით, რომ მათ შვილებზე ზრუნავენ ამ კუთხით. და კიდევ ერთი თემა მიგრაციის ნაწილი და მიგრაციის ნაწილში როგორია აღსრულების ნაწილი, მათ შორის არის დისკრიმინაციის კომპონენტებზე საუბარი. ამ კუთხით რა ვითარება გვაქვს? მე მესმის რომ დღეს ბევრი საკითხის გავლა მოგვიწია, მაგრამ მანდატიც საკმაოდ ფართო აქვს შრომის ინსპექციას.
დისკრიმინაცია ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა და ახლობით 70-მდე შემთხვევაში იქნა დადგენილი დისკრიმინაცია გასული წლის შემთხვევაში ჩვენ ვფარავთ არა მხოლოდ უშუალოდ შრომით ურთიერთობაში, არამედ ვაკანსიის გამოქვეყნების დროსაც კი თუ არის დისკრიმინაციული, ვთქვათ, უპირატესად სად ლინდება თუ შეგვიძლია ამისი სხვადასხვა სექტორი არის, ვერ ვიტყვი რომ რომელიმე სექტორი გამორჩეული არის და დომინირებული არ არის, უფრო მეტად აქაც ცნობიერების საკითხი არის, ჩვენ ვცდილობთ რომ პრევენციულად არა მხოლოდ დავაჯარიმოთ ან ინსპექტორებმა დავიწყოთ, არამედ კონსულტაციასაც უწევთ ხოლმე, ასე ვქონდა ჩვენ და მივმართეთ ჯობსჩის, HR გობსჩის და სხვადასხვა ვაკანსიის გამოქვეყნების საიტებს, რომ მოახდინონ მათ შორის თავადვე ფილტრაცია, რომ არ დადონ დისკრიმინაციის შემცველი ვაკანსიები, თვით შეზღუდვა ჰქონდეთ და გაუმჯობესებული მაჩვენებელი სტატისტიკურად აქაც არის, თუმცა გვხვდება ჩვენ შეზღუდველი ტექსტები მაინც, რომელიც სქესის, ასაკის და ასე სხვადასხვა ნიშნით და ყველგან შესაბამისი რეაგირება გვაქვს, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნების ეტაპზე, ასევე უშუალო შრომით ურთიერთობებში. რაც შეეხება მიგრაციას, ეს კიდევ ახალი მიმართულება არის, საერთოდ სხვა კანონმდებლობა არეგულირებს. პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ საშუალო კომპანიების რეგულირება, ანუ კომპანიები, ვინც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გზავნიან საზღვარგარეთ და მიმართულებით დადებითი ტენდენცია არის, დარეგისტრებულია კომპანიები, ჩვენთან რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ სანდოობა ამ კომპანიებს უფრო მეტი აქვს საბანკო გარანტია არსებობს და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, რომელიც კომპანიის რეპუტაციულ მდგრადებას უზრუნველყოფს და ჩვენ გარდა კომისიური წესისა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მიანიჭებს უკვე აკრედიტაციას, ამის შემდგომ გვაქვს პერიოდული ინსპექტირებები, ასევე გვაქვს ჩვენი ქვეყანაში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განკურნული კონტროლი. შრომითი უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით. თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება, არსებობს ეს უკვე ცნობილია და დისკუსია აქტიურად მიმდინარეობს, რომ ზოგი წილი არალეგალად შემოდის ჩვენ ქვეყანაში და იკავებს სამუშაო ადგილს, უნებართვოდ და ასე შემდგომ, ამაზე მუშაობა. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროც მუშაობს ამ დაწყებულია და დიდი ალბათობით ეს აღსრულების მექანიზმები შრომითი მიგრაციის ნაწილში იქნება შრომის ინსპექციასთან, გაუმჯობესების გარკვეული საჭიროება არსებობს და მუშაობა დაწყებულია. ზოგადად სტანდარტული შრომის ინსპექცია აკონტროლებს თუ ვინმე არალეგალად არის ქვეყანაში ან ბინადრობის ნებართვა არ აქვს და არალეგალურად მუშაობს, შესაბამისი სანქცირების მექანიზმით არის აღჭურვილი. როგორც წესი საზედამხედველო უწყება, რომ მოახდინოს ზედამხედველობა ისეთ შემთხვევებში, სადაც კანონდარღვევა ხდება. კი ბატონო, სხვა შორის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა მიგრაციის საკითხი ამ კუთხით, იმიტომ რომ რამოდენიმე კომპონენტი გამოიკვეთა და დღეს ასევე იყო კომენტარები საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომ გარკვეული ტიპის დამატებით რეგულაციებზე იქნება ამ შემთხვევაში საუბარი, ვინაიდან ძალიან ხილულია, ასე ვთქვათ, აი ღრმა კვლევასაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან ხილულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შედარებით დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მაგრამ მაინც, ანუ თითქმის ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ამას ვაწყდებით, იქნება ეს ავტოსამროცხავები, იქნება ეს სუპერმარკეტები, იქნება ეს სასტუმროების ქსელი, თუმცა ამავდროულად სხვა შორის ჩვენს ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე, მათ შორის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობდა. მათო მიხაკაძე საუბრობდა ამ საკითხზე, რომ მთელი რიგი კომპანიებს გაუჩნდათ საჭიროებაც კი მუშახელის ჩამოყვანის, ასე ვთქვათ და ალბათ ეს კიდევ უფრო დამატებით, ასე ვთქვათ, იმას შექმნის დაკვირვების საგანი იქნება, ასე ვთქვათ. ალბათ, თუმცა თანამედროვე სტანდარტი მუშაობს შემდეგნაირად, რომ არსებობს შესაბამისი ორგანო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. უკონტროლო მიგრაცია ცხადია, არც ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების ქვეყანაში არ არის. თუმცა აკრძალულიც არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოყვანა და დასაქმება. აქ არის შეწყვეტა უნდა მოხდეს, ანალიზი უნდა მოხდეს. რამდენად არსებობს მსგავს ტიპის კადრები ქვეყანაში, რამდენად ლეგალურად ხდება დასაქმება და ასე შემდგომ ბევრი კრიტერიუმები მე ხლა არ მინდა წინ მესმის. ამ პროცესს მსჯელობა დაწყებულია და ვნახოთ რა ფორმით ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ფორმა იქნება შრომის ინსპექციასთან აღსასრულებლად და ჩვენ ამ მწლებითაც ვაცხადებთ მზაობას, რომ ეფექტური აღსრულების ღონისძიებები განვახორციელოთ. თქვენი გრანდიოზული, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ძალიან კვალიფიციური მანდატის ფარგლებში
ბატონო ბექა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვრცელი ამომწურავი საუბრისათვის. მე წარმატებას გისურვებთ. ეს პერიოდი ძალიან აქტიურად ხართ მედიაში და მხოლოდ მივესალმებით, ასე ვთქვათ, ამ ფაქტს და ჩვენს გვინდოდა რომ ამ საკითხებზე გვესაუბრა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისათვის. დღეს Business Insider-ი ამით დასრულებულია. ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით მომდევნო ოთხშაბათს რადიო სივრცის ეთერში 5 საათიანი, 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა, რომ გიყურებდით და გვისმენდით.